როგორია პირველ რიგში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიცით რომ თქვენ ითხოვთ მის გადაყვანას საავადმყოფოში. მოგესალმებით. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელი ინფორმაცია რაც გვაქვს, გუშინდილას ვნახე უკანასკნელად ამ პერიოდში და იყო მძიმე. ნინოს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. და ეს არ დაწყებულა გუშინ, არ დაწყებულა ერთი კვირის წინ. როდესაც ნინოს პატიმრობას უფარდებდა მოსამართლე, მას ისედაც არ ქონდა სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ რომ ხერხემალზე ქონდა გაკეთებული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომ რამდენიმე წელი იტარებდა მკურნალობის კურსს, სხვადასხვა ტიპის მედიკამენტოზურს, ფიზიოთერაპიას და ასე შემდეგ. სასამართლო პროცესზე შემცვლელი იქნა გაჟღერებული, იმიტომ რომ მოსამართლეს ევალება, რომ პატიმრობის შეფარდების დროს მათ შორის გაითვალისწინოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც უგულებელყოფილი იქნა მოსამართლის მხრიდან. გარდა იმისა, რომ არც ერთი საფუძველი პატიმრობის გამოყენების ამ საქმეზე არ არსებობდა და არ არსებობს. და პირიქით ეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ნინოს ქონდა ხერხემალზე ჩატარებული ოპერაცია და კვლევები იყო მუდმივად ინტენსიური მის მიმართ, ამით გადაწყვიტეს, რომ წაიყვანათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ეს დოკუმენტი იმის ნაცვლად, რომ გაეთვალისწინებინათ, რაც ევალებოდა სასამართლოს და პროკურატურას, ბოროტად გამოიყენეს და გადაწყვიტეს, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოეთავსებინათ ნინო. როდესაც ეს მოითხოვა პროკურორმა მოსამართლეს ვუთხარი მე, რომ არათუ არ უნდა დაეკმაყოფილებინა ეს შრომდგომა, არ უნდა დაეწყო ამის განხილვა. იმიტომ რომ იქ ეწერა, რომ ადამიანს ჰქონდა საჭიროება და აუცილებლად ეს მდგომარეობა გართულდებოდა, იმიტომ რომ საკნის პირობები არ არის ის, სადაც შეიძლება რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ციხეში სხვადასხვა დაავადებებით გამოდიან ციხიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არაერთხელ ვუთითებდით ჩვენ პირველ შეფარდებაზე, სააპელაციო პროცესზე, გადასინჯვაზე, წინა სასამართლოს ხდომაზე, გუშინდელ სასამართლოს ხდომაზე, რაც სავალდებულოდ ორ თვეში ერთხელ განხილვის ფარგლებში განიხილა სასამართლომ, არც ერთ ეტაპზე არ არის ეს გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამისი ვალდებულება. რაც შეეხება რა ხდება ეხლა თვითონ ციხეში, ციხის სამედიცინო პერსონალი ნინო დათაშვილს რო არ უწევს სამედიცინო დახმარებას, ამაზე არ არის აქ საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ეს სამედიცინო სერვისები არ არის ეფექტური. იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მეოთხედ შეუცვალეს მკურნალობის კურსი, ვერ ჩააქრეს ანთება, ვერ შეძლო ნინომ გადაადგილება დამოუკიდებლად, ადამიანი ქალი თავის ფეხით დადიოდა და ბოლო რამდენიმე შეხვედრა თანდათან ისეთი მძიმე იყო, რომ უკვე დახმარება დაჭირდა. და ეს იმას ნიშნავს, რომ ციხის მიერ შეთავაზებული სერვისები არც ესწრებოდა სასამართლო პროცესს. ანუ ეს მეორე პროცესია უკვე, რომ ნინო ვერ შეძლო სასამართლო პროცესში მონაწილეობა იმის მიუხედავად, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ამის. ფიზიკურად არ შეუძლია სასამართლო პროცესში მოსვლა, რაც ადასტურებს იმას, რომ ციხის მიერ შეთავაზებული სერვისები არ არის ადეკვატური. ეს არის ფაქტები, იმიტომ რომ გაუარესდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად. კი ბატონო, თქვენს გითხავთ, ქაბატონ ნინო, რას ვხედავთ ჩვენ ახლა ნინო დათაშვილის წინააღმდეგ, ეს არის თუ არა ეს მიზანმიმართული ქმედება დასჯა სწორედ მისი როგორც კრიტიკოსის რეჟიმის წინააღმდეგ, ვიცით რომ ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა, ეს საქმე რომ თავად აბსურდულია, თავშივე და პირიქით მის მიმართ რომ განხორციელდა არა ადამიანური მოპყრობა და ძალადობა, ეს ყველამ ვიცით, აი ამ კადრებს სწორედ ხედავს ახლა ფორმულას მაყურებელი პირდაპირ ეთერში, ეს რას ნიშნავს, როგორ ეპყრობიან და რა არის ამის მიზანი თქვენი აზრით? მიზანმიმართული დასჯა, რა თქმა უნდა, დაწყებული თავიდანვე, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა სასამართლოში და როდესაც ნინო იქით სცემეს ამ მანდატურებმა, რომლებიც ბევრად უფრო ძლიერები არიან ნინოზე ფიზიკურად და რა ვიცი, მე ყველამ კარგად ვნახეთ, ხო? მართლა უკვე ვეღარ ვითვლი რამდენჯერ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ნინო იქით იყო თავდასხმის ობიექტი, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად ნინო გამოიყვანეს მოძალადეთ და თავდამსხმელად და ნინოზის დღეს ციხეში და მიზანმიმართული დასჯა ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ ის რომ სად არის დანაშაული, რის გამოც ნინო ისჯება და დღეს ციხეში ზის და ყველა სასამართლო პროცესზე ადვოკატის პროკურორი მედია ცირამოა დაჟინებით ითხოვს ნინოს პატიმრობაში დატოვებას და ნინოს დასჯას და არგუმენტად მოაქვს ხოლმე ყოველთვის ის რომ არსებობს
დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი. ეს მართლა რა ვიცი, ხა მართლა წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ჯერ საერთოდ რა დააშავა ნინომ და რა ეს იმპოზო როდესაც საერთოდ შეზღუდულია გადაადგილება მათ შორის სასამართლოში, თუკი ასეთი საფრთხე არსებობს, შეუძლიათ ნინო დათაშვილს საერთოდ აუგრძალონ იმ ტერიტორიაზე შესვლა და დაუშვა. ჯერ საერთოდ რა დანაშაული მიუძღვის ამ ადამიანს და მით უმეტეს ახლა აი ამ ბოლო სასამართლოზე თამუნა მეხარაზე ცილაპარაკა უკვე ბოლო სასამართლოზე ისევ რომ ამას ამბობს არგუმენტად რომ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი ადამიანი ვეღარ დადის და მედიაცი რამოს მაინც ძალიან ეშინია რომ ნინო თავს არ დაესხას იმხელა იმას რა ქვია მანდატურებს ხო და ესე იგი მანდატურების უსაფრთხოებას იცავს ნინოსგან მედია ცირამოა და ამიტომ თulis რომ მიზანშეწონილია რომ ნინო საპატიმროში დარჩეს კი ბატონო მადლობა თამარ მაინტერესებს რა ტიპის გადაწყვეტილებას ელოდები ჩვენ რამდენიმე საქმეზე ვნახეთ გადაკვალიფიცირებული მუხლი აი ამ ნაწილშიც ელოდები თუ არა რაღაც შვალედური განაჩენის გამოტანას როგორია თქვენი მოლოდინი პროგნოზი ანუ დღევანდელ სასამართლო პირობებში ეს მყარი არგუმენტები, მოლოდინები ან ვარაუდების გაკეთება არის რთული. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად უკანონოდ პატიმრობა შეუფარდეს, უკანონოდ ბრალი წაუყენეს, უკანონოდ გააგრძელეს ეს პატიმრობა, ხო? რაღაცა ლოგიკაზე, სამართლიანობაზე, კანონიერებაზე საუბარი არის ძალიან რთული. რაც შეეხება როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, კადრებში ახლა რაც გადიოდა მათ შორის, ხო, ამ გადაცემის პარალელურად ჩანს, რომ ნინო ცდილობს, რომ მოიგერიოს რამდენიმე მანდატური. ხან ერთი კიდევს ხელს, ხან მეორე კიდევს ხელს, ხან ერთს გააშვებინებს, მერე მეორე მივარდება, მესამე საერთოდ თავს დაესხმება. ანუ ეს ადამიანები მსხვერპლი. შესაბამისად, გადაკვალიფიცირება არ არის ის, რაც სასამართლომ უნდა გააკეთოს. ეს არ არის ჩემი აზრი და ეს არ არის ჩემი პოზიცია, ეს არის მტკიცებულებები და ეს არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ მოიპოვა. სადაც პირდაპირ ჩანს, რომ ვიდრე საერთოდ აი ამ არასათანადო მოპყრობამდე როგორ გაათრევენ და როგორ იქცევიან მანდატურის თანამშრომლები, ვერ იგერიებს ამათ. ანუ საერთოდ ერთი მანდატური რო ერთი მხრიდან მივარდება, მეორე მხრიდან და უნდა რომ როგორღაც თავიდან აირიდოს ამ მანდატურების ხელებით შეხება, რომლის უფლებაც მათ არ აქვს. საერთოდ სხვა მანდატური ახლა საქმეში ცნობილი დაზარალებული მივარდება და უწყობს თრევას. ამიტომ ეს გადაკვალიფიცირება მასალებში აი რას ლაპარაკობენ რა ეთქინათ როგორ იგრძნეს თავის შეურაცხყოფილად საერთოდ შემთხვევა ის არის. კი, ნუ ამ ჩვენს დაზარალებულსაც ეთკინა ბჭყალებში დაზარალებულს, რა თქმა უნდა, ხა სხვანაირად ვერ შეადგენდა ამ გამოკითხვას ოქმს. საინტერესო ის არის, რომ აი რამდენი ადამიანი ჩანს ახლა კადრში, ხო? მოქალაქეები. პროკურატურას არ გამოუკითხავს არავინ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გამოძიება თავისთავად ტენდენციური იყო. თვითმხილველი მოწმეები კამერებში ჩანს და ერთი ადამიანიც არ გამოკითხა. როდესაც ნინოს პატიმრობას უფარდებდა პროკურატურა, ითხოვდა, რომ აი მე ახლა მოწმეები მყავს გამოსაკითხი და ხელი შემეშლება აუცილებლად გამოძიებაშიო და 2 თვე ერთი ფურცელი არ დაამატეს საქმეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი და განსაზღვრული იყო. თქვენ თავადვე ითხოვდით აცილებას და ამ საქმის განხილვას სხვა სასამართლოში ამ შესაძლებლად უფრო მეტი რომ გითხრათ, აი იყო თქვენი მოთხოვნა, რატომ არ დაგიკმაყოფილეს, რადგან ვიცით რომ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, თავად ეს ეგრეთ წოდებული ვითომ დაზარალებულები სწორედ იმ სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობენ. დღემდე მუშაობენ კი, რა თქმა უნდა და მე როდესაც ვითხოვდი, რომ სხვა სასამართლოს განეხილა ეს საქმე, ესეც არ იყო ჩემი კაპრიზი. ეს იყო ის რისკები, საფრთხეები, მართლმსაჯულების მათ შორის, მოსამართლის ობიექტურობის მათ შორის, რომელიც მე არ მომიგონია, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაშიც არსებობს და საერთაშორისო ხელშეკრულებებშიც არსებობს და გადაწყვეტილებებიც არსებობს კონკრეტული, როგორც კი გაჩნდება საფრთხე მოსამართლეს დამოუკიდებლობის, როდესაც მოსამართლემ უნდა განიხილოს ისეთი საქმე, სადაც მასთან დაკავშირებული პირები, აი ზუსტად ესე წერია, რომ რამენაირად მასთან დაკავშირებული პირები და ამ შემთხვევაში თანამშრომლები, სასამართლოს თანამშრომლები გააჩენს ეჭვს, რომ შეიძლება რომ მოსამართლეს ობიექტურობაზე ამან გავლენა იქონიოს, იმ წუთას მოსამართლემ უნდა ჩამოიშოროს ეს საქმე. მე ეს დავასაბუთე როგორც მაგალითად წინა სასამართლოს ხდომაზე მანამდე მივწერე ოფიციალურად სასამართლოს თავმჯდომარეს და ამაზე არ იყო პასუხი. შემდეგ როდესაც არსებითი განხილვა დაიწყო პირველ პროცესზე და ნამდვილად დასაბუთებულად ვითხოვდით, რომ სხვა სასამართლოში განხილული იყო საქმე, იმიტომ რომ ბრალდებულს აქვს იმის უფლება, რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ განიხილოს მისი საქმე. ეს ყველა ადამიანის უფლება არის და
მოსამართლეები უბრალოდ იმას მიმტკიცებდნენ ზეპირსიტყვიერად, რომ მათზე ნამდვილად ზეგავლენაა, ამას ვერ ექნებოდა და აი ამ პროცესში, როდესაც სასამართლო ამბობდა, რომ ამ საქმეზე ზეგავლენა ვერ ექნებოდა ამ ყველაფერს, სასამართლო პროცესებს შუა წინა სასამართლოს ხდომა 8 საათი მიმდინარეობდა დაახლოებით და შეცვენებები ცხადდებოდა და შესვენებაზე მოვიდა მანდატური თანამშრომელი და მე დამიწყო ყვირილი. ნინო დათაშვილის დაცვასთან დაკავშირებით, საადვოკატო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. თავად იმ პროცესს ესწრებოდა პროცესზე მიყვიროდა მანდატური რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. ბოდიშის მოხდა სიტყვა. ხო, ანუ მეუბნებოდა, რომ აი ხა შენ შედი და მომიხადე მე ბოდიში, იმიტომ რომ იძახდი, რომ ეს მანდატურები ძალადობდნენ ნინოზე და ანუ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაც კი რთულია, არათუ ობიექტური მართლმსაჯულება. კი ბატონო, თქვენს გითხავთ კაბოტონინო, საზოგადოების რეაქციაზე, განწყობაზე, აი როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საკმარისი მხარდაჭერა, სოლიდარობა ნინო დათაშვილის მიმართ? კი, სოლიდარობა არის, რა თქმა უნდა, და ეს სოლიდარობა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ნინოს დაუპირეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, გახსოვთ მაშინ როგორი ამბავი ატყდა ამაზე, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. ეს განჩინება გამოსცა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, რომელიც ასევე ფიგურირებს ლევან ხაბეიშვილის საქმეში. და ეს ფიქრია სიქტურაშვილი, მე როდესაც დავგუგლე ეს ხალი 2025 წლის ივლისშია დანიშნული მოსამართლედ. მე მგონი ნინოს საქმე ერთ-ერთი პირველი საქმე იყო, თუ თლად პირველი არა, ხო? და მისი ქმარი სუსის მე ამასობაში გავიგეთ, რომ მისი ქმარი სუსის თანამშრომელია. ის სამედიცინო ცნობა, რომელიც თამუნამ იმისთვის წარადგინა, რომ ის არ დამდგარიყო რაც დღეს დადგა, დღეშიც არის ნინო შემოუტრიალეს ისე, რომ ლამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ამოაყოფინეს ნინოს თავი და აი ეს მხარდაჭერას და სოლიდარობას რაც შეეხება. სამწუხაროდ ორად არის გაყოფილი საზოგადოება დღეს და ვერ ვიტყვი ხა რომ იქით ამ ხარე ძალიან სოლიდარულია ნინოს მიმართ, იმიტომ რომ წამიკითხავს ბევრი კომენტარები, საოცარი კომენტარები, რომ ძალიანაც კარგი აბარა ეგონა, იჯდა ხა ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრები ნანახი აქვს. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ნინოს მიმართ სოლიდარულია და ეს სოლიდარობა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი ამბავი დაატეხეს ნინოს თავს და ეს ფსიქიატრული ექსპერტიზა, რომლის გამოც ნინოს შეიძლებოდა ციხე სანატრელი გახდომოდა, ამ დროს მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ სოლიდარობამ ამ ადამიანების ძალიან ხმაურმა და ამ ამბის ძალიან ინტენსიურად გაშუქებამ საქართველოს ფარგლებში და ასევე ამ ამბის გატანამ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაარჩინა ნინო იმას, რასაც უპირებდნენ. ამიტომ კი სოლიდარობა ნამდვილად აქვს ნინოს და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ეს სოლიდარობა ყველა პატიმრეს მიმართ, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ეგონოს, რომ მისი დაწერილი ერთი სიტყვაც კი არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს ყველა ადამიანის დაწერილი მხარდამჭერი სიტყვა ჩვენი რეჟიმის ტყვეების მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად საერთო საქმისთვისაც და თვითეული ციხეში მყოფი ადამიანისთვის, იმიტომ რომ მათთვის ეს ახლა ძალიან ესეთი გამამხნევებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. თამარ, კითხავთ რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რაღაცნაირად აღწერეთ ის რეალობა, რა რეალობაში თქვენ გიწევთ მუშაობა როგორც ადვოკატი, უფლებადამცველი, რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეს სტრასბურგში? ან ძალიან მაღალი ალბათობით ეს საქმე არ დასრულდება ეროვნულ დონეზე ცხადია, იმიტომ რომ არაერთი დარღვევა არის ნინოს საქმეზე უკვე, ეს თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებით, საქმის სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი მუხლია უკვე, რაც აშკარად გამოკვეთილია, რომ ნინო დათაშვილის საქმეზე არასწორად მიმდინარეობს და ეროვნულ დონეზეც აი ელემენტარული მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული და არაფერი არ არის ნინოს საქმეზე ისე გაკეთებული, რასაც ამას სისხლის სამართლის კანონმდებლობა ავალებს სახელმწიფოს, პროკურატურას და სასამართლოს. შესაბამისად, ანუ ჩვენ ყველა სივრცეს გამოვიყენებთ, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ სივრცესაც, რომ საბოლოოდ მივახციოთ მაინც მიზანს, რომ დავადგინოთ სიმართლე, რომ ეს ქალი ნინო დათაშვილი, აქტივისტი, მასწავლებელი, არის მსხვერპლი რეჟიმის და არის მსხვერპლი იმის, რომ მას უბრალოდ
მან დასვა ერთი კითხვა. მიმითითე რატო გავიდე და გავალ აქედან და სასამართლო ეს არ არის ვიღაცის კერძო ოფისი, რომ ვისაც უნდა გააგდებენ, ვისაც უნდა დაიჭერენ და ვისაც უნდა არ შეუშვებენ. ყველა ადამიანს აქ ყოფნის უფლებაც და სამართლის ძევნის უფლებაც, იმიტომ არის სასამართლო და არ არის ეს სასამართლო გულის მოხების ადგილი, რომ მიხვიდე უბრალოდ ილაპარაკო, არავინ არ გაითვალისწინო შენი აზრი და მობრუნდე. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელი იქნება ნინოს საქმის განხილვა და ნინოს დაცვა. ნინო, თუ დაამატებთ რამეს, თუ გვიყურებს პატიმარი პედაგოგი აქტივისტი, რას ეთყოდით მას, როგორ გამოეხმაურებ? ხო, გვიყურებს ხოლმე კი იმ წერილებით ხვდებით, რომ გვიყურებს და რა უნდა ვუთხრა ნინოს გარდა იმისა, რომ მომენატრა ძალიან მწუხვა, რომ რატომღაც ჩემი წერილები არ მისდის და მართლა ვერ გავარკვიე რა ხდება, რატო არ მიდის ნინომდე ჩემი წერილები. აქედან მინდა ვუთხრა, რომ ვუგზავნ ინტენსიურად წერილებს, მაგრამ არ მისდის. მინდა ვუსურვო, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეს მხნეობა, მაგრად ყოფნა და რაღაცები გარეთ ციხეში არა, იმიტომ რომ ნინოს ადგილი ციხეში არ არის. ნინო დღეს სკოლაში უნდა იყოს, ამდენიმე დღის წინ სწავლა დაიწყო და ნინო ციხეში არ უნდა იჯდეს, თავის მოსწავლეებთან უნდა იყოს ეხლა და თავის მოსწავლეებს უნდა ასწავლიდეს იმას, რასაც წლებია უკვე აკეთებს. ამიტომ მალე მაგ იქიდან გამოსვლას უსურვებ, ჯანმრთელობას უსურვებ პირველ რიგში, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია ახლა და რა ვიცი, მიყვარს ძალიან და მინდა რომ მალე ვნახო გარეთ.